მოგესალმებით, მეგობრებო, გადავწყვიტე დაგიბრუნდეთ 39 წუთი კონა. Mulțumesc ძალიან უყვარს კინემატოგრაფია და საერთოდ ხელოვნება და ასეთ რთულ ზოგადად ვითარებაში მომსახურება განიცდის სულ ცოტა ამბები გასმის შემოგთავაზოთ ერთ-ერთი დიდებული 1978 წლის ფილმი რომელიც მოგცემ ცოტა სულიერი განვრთვის საშუალებას ნახოთ დასასრული ნამდვილად სულიერად განსაკუთრებულები არ აქვს მაგრამ ისეთია მაინც რა ის სულზე მოგხვდება მალმოსავი და გესიამოვნება მოკლედ ეს არის ტერენს მალიკის ფილმი სამწყის დღეები უშესანიშნავი კასტით რომელიდანაც აწყაროთ ამთავრე პერსონაჟიდან ორი დღეს ცოცხალი უკვე აღარ არის მაგრამ თავისი დიდებული როლებით და გვამახსოვრეს ამ ფილმში თავი არა მარტო ამ ფილმში თუნდაც მათგან გამორჩევთ სემ შეპარდს რომელიც იყო დიდებული მსახიობი screenwriter-ი ასე მწერალი და უამრავი ხელოვნების ნიმუში აქვს შექმნილი ადამიანი რომელიც ყოველგვარად ნიჭისა და ტალანტისგან მარტება და ამ ფილმში სწორედ ისეთ პერსონაჟს წარმოგიდგენს რომელიც ამერიკული საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი პროტოტიპია და პირველად შეიქმნა ასეთი პროტოტიპი მათ ისტორიაში ანტიგმერი რომელიც არ არის ანტიგმერი და სინამდვილეში მთავარ პერსონაჟებს დაგვანახებს როგორც უფრო მეტად ანტიგმერებს მოკლედ ისტორია არის ჩვეულებრივი არ მინდა რომ დაგასპოილეროთ ეხება ორ პერსონაჟს რომელიც დათმობთ განასახიერებენ თავს ერთი მდიდარი ადამიანის მოსატყუებლად ისტორიის თხრობელი კი არის ამ თავი პერსონაჟის და რომელიც უდაოდ საუკეთესოდ ყვება ისტორიას ყველა პერსპექტივიდან დაგვანახებს რომ ბოლომდე პროტაგონისტი ანტაგონისტი არც ერთი მხარე არ არის 1916 წელს ხდება ვითარება როდესაც არის ზოგადად დიდი გაჭირვება და მოსავლის სასაღებად ფერმერებს ქირაობენ ადამიანები იმდროინდელ ამერიკაში და სწორედ ასე ჩავლენ სამუშაოდ ბილი და ები ფერმერის სახში და ძალიან წინს რომ ფერმერს ზოგადად ფერმერი და არ ქვეს სახელიც კი არ მისცეს ფილმში მაგრამ ზოგადად ალბათ ჩანაფიქრიც ეგ იყო ულამაზესი კინემატოგრაფია აქვს თავიდან ფიქრობდი რატომ არის ეს ფილმი მე მივხვდი რომ კინემატოგრაფისტვის აქვს ოსკარი აღებული ამ ფილმს და ნესტორ ალმენდროსი არის ამ ფილმის კინემატოგრაფი რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან როგორც არის ტრუფო და რომერი და მათი ფილმები რომელიც უნდა დავარევაჩო ულამაზესად აქვს გაფორმებული ულამაზესად თუნდაც სიუჟეტურმა ხაზმა არ მოგხიბლოს იმ ფილმებში თვალს ისე გაკიდაცებს ის სილამაზე კადრების რომ მაინც ვერ მოწოდები ფილმებს და მაინც უყურებ ასე ვთქვათ და ხოთაშორის საინტერესო ის არის ამოდორსი არ არის დღესდღეობით ცოცხალი მაგრამ ამ ფილმის გადაღების დროს სიფრმე ესე ბრწნოდა და ასეთი ლამაზი კადრები შექმნა ნუ რა თქმა უნდა არ ძლია დაავადება მაგრამ უკვე სიფრმეის პირას იყო როდესაც ამ ფილმს იღებდა თვითონ თემა ამ ფილმში არის ძალიან მრავალმხრივი ადამიანის სულიერი მდგომარეობა ყველა ეს დიდი თემა მარტოობა შემდეგ რა გასაჭირი შეიძლება ადამიანმა ნახოს რაზე წავიდეს ამ გასაჭირისგან სწორედ მაგრამ ის მარტოობა ის სილამაზე თუნდაც იმედის რომელიც არ არსებობს თურმე სინამდვილეში აი სწორედ ამაში არის ნამდვილი სილამაზე სულიერ სილამაზე ძალიან არის აქცენტი გამახვილებული და აი ამის გამო მიყვარს ესეთი ფილმები მალიქს ასეთი კარგი ფილმები მაპატიეს და აღარ შეუქმნია ნუ მე არ ჩამწვდა სულში როგორც ეს ფილმი რა ხო იცი ზოგი ადამიანი პირიქით რაც უფრო მეტად ასაკებდა პროგრამებს გნის მაგრამ მალიკი მე მგონი ადრე პროგრამებს ვიქნი და არანაირი შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო მაგრამ ისი ძველი ფილმები როგორც Days of Heaven და Badlands არის 1973 წლის აი stunning არის ვიზუალურად და მასე მეტად ფილმი არ შეიძლება რომ შეგიყვარდეს ისეთი ლამაზია თხრობის სტილიც ლამაზია კინემატოგრაფიაც ლამაზია მოკლედ ყველანაირად გერჩევთ რომ უყუროთ მინდა კიდევ ერთი რაღაც აღნიშნო რომ ბევრი ლაპარაკი ფილმის დასასრული არ მინდა ეს კადრი ამოვიღო დასასრულის ერთ-ერთი სცენა ძალიან მოგვიგონებთ ერთ ქართულ ნაწარმოების დიდებულ ეკრანიზაციას
იფიქრეთ რომელი ჯერ არ ვიტყვი რამდენიმე წამი დიახ ნატურის ხეს ისეთი სცენა რომ ზუსტად ნატურის ხეში გვხვდება ესეთი სცენა და ულამაზესი კადრი ერთნაირი ხედვა რომ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში ექნება ზუსტად ის დეფინიცია ნუ ჩვენ მეზობლებმაც მე მგონი ამ ფილმიდან მოიპარეს სცენარები მაგრამ თავისაც შერაცხეს არ ვიცი რატომ არ უჩივლო მალიკმა მაგასაც ვერ ხვდები და მაგრამ საცალიად მასეთი რაღაცებისთვის ალბათ ყურადღებას არ აქცევ მაგრამ მესმის რომ ბევრ ქვეყანაში შეიძლება ადამიანს ერთგივეები დაებატოს ნუ ეს გამორიცხულიც არა მაგრამ ამდენიდან ტური ზოგჯერ შეუძლებელია მოკლედ დასასრულში არის ერთი მომენტი რომელიც აი გულს რაღაცნაირად ჩაქსვავს ნუ ახლა ცხოვრება რომ ძალიან სასტიკია და სასტიკად არ დაგასპოილერებთ ნუ სასტიკად ვითარდება ყველაფერი ეგ ისედაც ცხადია და სათაურიც რომ 60 დღეები ქვია ისედაც ცხადყოფს რომ დიდი ხანი არ გაგრძელდება ეს ყველაფერი თუნდაც ბიბლიური გადმოსახედიდან რო შეხედო ხო და მოკლედ ფილმის ერთი სცენა არის დასასრულში ძალიან მიყვარს ლინდა თავი მთხრობელი ესაუბრება მის მეგობარს უსახელოა ლინდას მეგობარი ქვია ძალიან ფორმალურად დატვირთვა აქ უსახელო პერსონაჟებს რომლებსაც ასევე დიდი დატვირთვა ენჭება ამ ფილმში და საუბრობენ და ლინდა ფიქრობს რომ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ექნება და სწორედ იმ ბავშვების მეგობრებს გვახსენებს რომლების სახელები და გვარებიც დაგვაუწყდა და რომლებიც ესეთით თითქოს იკავებდნენ ჩვენ გულში სამწუხაროდ ისეთი ადამიანები გვახსოვს ვინც ბუნების შეცდომა გვიწოდა ან გვაწყენინა რაღაც აი ეგ არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია. ამ ფილმში ამაზეა გამახვილებული ყურადღება. რამდენად უსამართლოა თუნდაც ყველაფერი და რამდენად მცირე თითქოს და 60 დღეებს უნდა მივიქცეთ ყურადღება და დავაფასოთ.